მოგესალმებით, თვითონ მეგობრებო, მსვენელებო. დღეს თავაზობთ გოსიას, ხო ასეთი სახელია. გალაქტიკური ფედერაციის ხომალდის ბორცზე. ხო ეს ქალბატონი გვიყვება ხომალდის წყობაზე, ფედერაციული გალაქტიკური ფედერაციის ხომალდის წყობაზე და ბევრ რამეზე. ხომალდის დასახელება არის ანდრომედა ვიერა. ეს არის კოსმოსური ხომალდი ბიოსფერა. მისი სიგრძე შეადგენს 811 კილომეტრს. სიგანე უკანა ნაწილისა შეადგენს მიახლოებით 300 კილომეტრს. საერთო სიმაღლე შეადგენს ამ ხომალდის მიახლოებით 50 კილომეტრს. მისი ფორმა მოგაგონებს ისრის წვერს. ხომ იცით ყველა მისარს როგორი წყობა აქვს? ხო, მოგაგონებთ ისრის წვერს. სხვა ხომალდებისგან განსხვავებით ბიოსფერა ანდრომედისა, რომელსაც აქვს სფერიული ფორმა, უფრო დიდია. აი ეს არის ის ხომალდი. შეხედეთ, თავი ისრის წვერს მოგაგონებს, შეხედეთ? ხო. და ეს ქვედა ფუძე, ესე იგი, ამ ქვედა ნაწილის სიგანე, უკანა ნაწილის ესე იგი სიგანე, ის ხომ ვერტიკალურად არ დგას, ის ჰორიზონტალურად მიფრინავს, როდესაც ფრინავს საერთოდ. და მისი სიგანე, ამ ქვედა ნაწილის სიგანე არის მიახლოებით 500 კილომეტრი. 500 კილომეტრი უბრალოდ მაპატიეთ. 500 კილომეტრი. წინ, ესე იგი, ამ ხომალდის წინახარი არის ვიწრო. ახლა მე თქვენ ისევ განახებთ ხომალდის ფორმას. იცით? შეხედეთ? გუმბათები აქვს ზედა ნაწილებზეც, ნახეთ? ხო. ესე იგი, აი ეს ნაწილი უკაცრავად. აი ეს ნაწილი, რომ შემოაბრუნო, ვიწროა. ეს წინახედითაა ნაჩვენები. წინახედით. რომ შემოაბრუნო, ამის უკანა მხრის სიგანე არის 500 კილომეტრი და სიგრძეში არის ეს ხომალდი 300 კილომეტრი მიახლოებით. უკანა ხომალდს აქვს მრავალი ძრავა, რომლებიც განლაგებული არიან ჯგუფურად. ძალიან რთულია სიჯაის შექმნა ნულიდან. უნდა გადააკეთო ამჟამად არსებული ხომალდი ვიჯერასი. ხო, მაპატიეთ. წითელმაც ვერ ხედავ. ზე რომ შემოდის ოთახში, არაფერი არ ჩანს კარგად. სიმღერაში უკეთა ჩანს და ვენერის ორბიტაზე არის განლაგებული ამ ხომალდის და ამ ვიერა ხომალდის და სახელწოდებით ვერენა. არა, არ შემშლია. ვენერა კი არა, სახელწოდება აქვს ვერენა. ისინი გავლარიან ერთმანეთს, ერთნაირები არიან. ეს არის მოგრძო, შევიწროებული სამკუთხედი. მაგ ხომალდს აქვს ბიოსფერის ორი დონე. ბიოსფერა რა ქვია? ამ ხომალდზე ბიოსფერაა. ბიოსფერას უძახიან, რადგან ხომალდებზე, დედობრივ ხომალდებზე ქმნიან სპეციალურ ატმოსფეროს, გარემოს, სადაც მოყავენ პროდუქცია ხომალდის წევრების, ეკიპაჟის წევრებმა, მომსახურე პირებმა ხომ უნდა იკვებონ. ამისათვის მათ ხომალდზე მოყავთ ყველაფერი, რაც კი ჭირდებათ. რისი მოყვანა შეიძლება ხომალდზე და ამიტომ იქ შექმნილია სპეციალური ბიოსფერა. ამ მცენარეებისთვის. ქვედა ნაწილი არის უკეთებად,
საზღვაო არ ვიცი რუსულად მარსკოი წყლის ალბათ წყლის ზონე იმიტომ რომ ზღვა იქ არ არის და მე გადავთარგმნი როგორც წყლის ქვედანაწილი არის წყლის ნაწილი სადაც ალბათ სითხეა შენახული ეს წყალი ეს გიგანტური კოსმოსში ხომალდი იმალება თვალის უკან მაღალ ორბიტაზე მიახლოებით 450 კილომეტრი დედამიწის გამოშორებით და იყენებს მთვარეს როგორც ფარას რომ ის ვერავინ ვერ შეამჩნიოს მაგრამ არის შეტყობინება იმის შესახებ რომ მთვარის უკან რაღაც მოჩანს ესე იგი ის ტრიალებს ბრუნავს მთვარის გარშემო მე გულისხმობ იმას რომ ისინი მთვარე და ეს ხომალდი მოძრაობენ ერთად დიახ ზუსტად მასე არის ეს ხომალდი ყოველთვის იყენებს მთვარეს როგორც ფარას თქვენ როდესაც ხედავთ მთვარის უკან ყოველთვის მდებარეობს სადგური ვიერა აი ეს ხომალდი ამ ხომალდის სადგური ეს ხომალდი იგივე სადგურია უბრალოდ მაპატიეთ ამ ქალბატონმა თქვა ხო ჩართულია ამ ქალბატონმა თქვა რომ მთვარის უკან მდებარეობს სადგური სადაც ამ ხომალდის გარდა მდებარეობს იქ არიან განლაგებული სხვადასხვა წარმომადგენლების ხომალდები ისინი მოძრაობენ ორბიტაზე რომლის დასახელებაა სამყარო ცენტრიული ეს ნიშნავს იმას რომ მათი ორბიტა დამოკიდებულია მთვარის მოძრაობაზე ხო რადგან ისინი ბრუნავენ მთვარის გარშემო ვიერა მოძრაობს ნელა და შემოbrunებულია დედამიწისკენ ისე რომ და შემოbrunებულია ისე როგორც მთვარის უკანა მხარეო სინამდვილეში ვიერა მოძრაობს მთვარის გარშემო მაგრამ თქვენ ხედავთ მხოლოდ ერთ და იგივე ჰოლოგრამას იქნება ილუზია რომ ეს ხომალდი უმოძრავოა რადგან ჩართულია ჰოლოგრაფიული მექანიზმი რომელიც ანახებს რომ მთვარეც არ ბრუნავს არც არაფერი არ ბრუნავს მთვარის გარშემო მაგრამ სინამდვილეში იქ ისეთი მოძრაობაა რომ ჩვენ მაგას ვერ ხედავთ მით უმეტეს თუ შეურაღებელი თვალით უყურებ მაპატიე ტელეფონი დავიკავე ხელში რადგან ზის შემომავალი შუქის გამო მე აჭრელებული მაქვს თვალები ხომ კატარაქტა მაქვს და ამის გამო ვერ ხედავ იმ წითელ წერტილს როდესაც ვიდეო ჩაწერა ვაჩერებ მე ვუჭერ აქ ყოფილა ხო ვიდეო ჩაწერის შეჩერება შეგიძლია ღილაკივით მე სადრე არ ვიცოდი და როდესაც დაუშვად მიჭირდა ამოკითხვა ჩემი ნაწერის არ ვაჩერებდი ეფირს მაგის შემდეგ ვისწავლე რა საკვირველია როდესაც მივაგენი და მივხვდი რომ აქ შეიძლება დაჭერა და ვიდეო ჩაწერის შეჩერება მე რა საკვირველია სარგებლობ ამით მაგრამ მე თავიდან არ ვიცოდი ეს ამიტომ მაპატიეთ თქვენ შემოსვენელებო რომლებსაც გიწევდათ ამ ყველაფრის გადატანა მეცნობა მაგრამ რა ვქნა ჯანმრთელობა როდესაც არ გიწყობს ხელს მაგრამ მე მithunes ახლა როდესაც მე ყველაფერი შევასწორე თითქოს გონია რომ შევასწორე მაინც ვიღაცას აღესიანებს ჩემი საუბარი ხო მინდა არ დაგავიწყდეთ შემოყურებლებო რომ ვინც იცით თუ არ იცის ვინმე მეგეთყვით მე ყველაფერი მაქვს განთავებული რუსულად რუსული ბაღი რუსული სკოლა რუსული სამედიცინო საშუალო ტექნიკუმი და ამიტომ მე ამიტომ საუბრობ მე ასეთი ტონით ასეთი აქცენტით ხო და არ გაგიკვირდეთ ამის ზოგი ვინც არის ის მეკითხება წერა კითხვა არ იცით სკოლაში არ გივლია თუ როგორ არ მილია სკოლაში როგორ არ მილია კარგით მოდით გავაგრძელოთ ვიერას აქვსო 16 უზარმაზარი პლაზმური ძრავები და გრავიტაციული ძრავები მას აქვს თვისება გადაადგილდეს ვარსკვლავთა შორისო სივრცეში თავისი ზომების მიუხედავად ვიერას შეუძლია ჰიპერსიცეში შესვლა როგორც ნებისმიერი სხვა ხომალდი მას აგრეთვე აქვს ნული რეაქტორები მე არ ვიცი რამდენი აქვს მაგრამ
ვიცი რომ აქვს. ისინი ბევრია. რისგან არის გაკეთებული ხომალდიბიერა? ის არის გაკეთებული მასალისგან, რომელიც წარმოადგენს ნანოტექნოლოგიურ მეტალებს. ეს ნიშნავს იმას, რომ პატარა მეტალური მოლეკულები ეწყობიან ისეთ რიგობით რიგში, რითაც ქმნიან ხომალდის კორპუსს. ასეთი დიდი ხომალდები ვიერას შათლით გაკეთებულია მეტალისგან, რომელიც ფლობს ინტელექტს. თქვენ პროგრამირებას უკეთებთ ფხვნილს ამ მეტალისგან და ეს ფხვნილი იღებს საჭირო ფორმას და მიყვება კომპიუტერით მოცემულ შაბლონს. ესე იგი ის ქვავდება ადგილზე. მას როგორ გამოიყურებიან პატარა ხომალდეები ანდრომედიანელებისა? ყავთ თუ არა ვიერაზე გამანადგურებლები? თვითმფრინავები გამანადგურებლები? უმეტესწილად ეს არის დისკისებური ხომალდეები. Яйцевидной формы. არ გამითიშია მაპატიეთ, იმიტომ მივახლოვდი. და უმრავლესობა ხომალდების არის კვერცხისებური ფორმის ან დარტყმებული ელიფსოიდური ფორმის. ელიფსი კი იცით რა არის უпростоლად. ხო და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ დარტყმებული ელიფსოიდური ფორმა. ვიერიდან გამოფრინდებიან ხოლმე სხვადასხვა წარმომადგენლების გამანადგურებლები, ხომალდები გამანადგურებლები, ნოტარიუ ან ცენტავრისა. ადრე იყვნენ ტეგატელებიც. ანდრომედიანელებს არ ყავთ გამანადგურებელი ფლოტი. ისინი იმედოვნებენ მოკავშირეების ხარდაჭერას. უпростоლად იმედი აქვენ, რომ საჭირო დროს მოკავშირეები მხარ ჩამოუდგებია. და ხომალდეები კვერცხისებური ან დარტყმებული ელიფსოიდური ფორმის გამოიყენება მათ მიერ როგორც სატვირთო ხომალდეები. უმეტესწილად. ხო, იმისიც რომ დედამიწას მოახლოვდნენ, ისინი კვერცხისებურ და დარტყმებულ ელიფსოიდურ ხომალდებზე არ ხვდებიან. არ იყენებენ ამ ხომალდეებს. ამ შემთხვევაში, როდესაც უნდა დედამიწასთან მოახლოვება, ისინი იყენებენ ხომალდეებს სახელწოდებით უჩი მაჩინი. ხო, კი იცით, რას ნიშნავს ეს სახელწოდება? ესე იგი, უჩი მაჩინს უწოდებენ ისეთ ხომალდეებს, რომლებსაც აქვთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც აძლევს საშუალებას ამ ხომალდეებს ცაში ეკიდონ და ვერ ხედავდეს მიწერი მოსახლეობა მათ. სხვა ხომალდები გამოიყენება უფრო როგორ ვქვა ახლა მე ეს უტილიზირებული სამუშაოსთვის. ალბათ რა არის უტილიზაცია ხვდებით ალბათ. ხო? ხო, ესე იგი გამოიყენება ამდაგვარი სამუშაოების დროს. ანდრომედიანელებს საერთოდ არ უყვართ სხვადასხვა ფორმის ხომალდების გამოყენება. ისინი მათ აქვთ უფრო მიდრეკილება თავიანთ უზარმაზარ სფერისებულ კოსმოსურ ხომალდეების გამოყენების მიმართ და მაგალითად ისეთი ფორმა, რომელიც ჩამოგავს ისარს, მაგათ ყავთ ასეთი ხომალდები, ვიდეოს თავში ხომ ახსნა ქალბატონმა, ხო ერთ-ერთი ფორმა ხომალდისა, რომელსაც ისინი იყენებენ, არის ისრის მაგვარი ფორმა. თუ არის რაც შეეხება, თუ არის იგივე კოსმოსური ხომალდი, ოღონდ უზარმაზარი ზომის, რომელშიც როგორც ხახვი ფენებად არის განლაგებული სხვადასხვა აქტივები, самого ядра. თვით ბირთვამდე, კი, ზედაპირი, მთვარის ზედაპირი იყო დაფარული მყარი კორპუსით და გარედან მას არაფერი ჰქონდა. იქ იყო ძალიან ცოტა აბარუდოვანი, რაღაც საჭირო ხელსაწყოები, დანადგარები არ იყო, ან ცოტა იყო, რომელიც ეხმარებოდა ზედაპირზე სიცოცხლის მხარდაჭერაში.
განსხვავებით ვიერასგან, რომელსაც მხოლოდ 2 დონე აქვს, ხო, ხომალდ ვიერას ქონია 2 დონე, ერთი მეორეზე დაწყობილი, ისე შედგენილი, რომ განლაგებული არიან ერთი მეორეს მიყოლებით და მე შთაბეჭდილი ვარ იმით, თუ როგორ ააშენეს მაგათმა ეს ხომალდი ვიერას ზომის ხომალდი ეს მთელი ქვეყანაა და რა ქვია ხომალდს, რომელიც სახუროს მთვარის გაგებით სახელმწიფო მთვარე ეკუთვნის ანდრომედიანელებს და გადათარგმნილია როგორც ანაფამენე. დედამიწაზე კი მთვარე ითარგმნება როგორც ვალიური ქალღმერთი. ვალიცკა ბაგინია და მთვარის ერთ-ერთი სახელწოდება დასახელება სახელი არის დიანა. აგრეთვე ცნობილი როგორც კურდი. მეფე ლუდის ქალიშვილის სახელია კურდ, რომელიც არის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი შუა საუკუნეების ვალიურ თხზულებაში კოჩი აკა ოლვინი ერთ-ერთი არტურული გამოცემლობისა. დიანა რომაელი არის ქალღმერთი, მთვარის ქალღმერთი, ანდრომედიანელების ხომალდი კი ვენერიდან უარენა. როგორ მალავენ ისინი ამ ხომალდს იქ. ისინი ამ ხომალდს, რომელიც არის განლაგებული ვენერაზე, ესე იგი ამ იცისფერი ხომალდის და მეორე ზუსტად რომელიც მათ ჩამოგავდა, რომელიც მისავით იყო აგებული, აშენებული და განლაგებულია და იმალება ვენერის ორბიტაზე, ისინი იმავე ტექნოლოგიით მალავენ ამ ხომალდს, ესე იგი უჩინაჩინის ტექნოლოგიით. აკრობენ სხვა დედამიწელების თვალისთვის ტექნოლოგიების მეშვეობით მალავენ, აკრობენ ამ ხელა ხომალდს წამოდგინეთ, აკრობენ. მაგრამ ვიერას არა აქვს უჩინაჩინის ტექნოლოგიები, რომ ხელბადობა, თავისი ხომალდის ხელბადობა გააქროს. ასეთი ტექნოლოგიები არა ვიერასზე დაყენებული. მიკურს რატო? ის გამოიყურება როგორც ვენერის თანამგზავრი, თუ შეხედავ მას ტელესკოპის მეშვეობით. პატარა სამკუთხედი და ბოლოში ისრის მაგვარი დაბოლოება. ესე იგი წვერი, ისრის წვერი როგორიცაა, ხომ იცით როგორია ისრის წვერი, დაგვარი ფორმა აქვს. და ვენერიალებმა განა იციან მათ არსებობაზე, მაგ ხომალდის არსებობაზე. ვენერიანელების თვალისგან თუ არის დამალული ეს ხომალდი, რომელიც იმყოფება ვენერის ორბიტაზე. მაპატიეთ, აქ კითხვა-პასუხით ყოფილა ეს ვიდეო და ხალხი არ ჩანს. ამიტომ მეც კითხვა ზოგჯერ კითხვითი ფორმით ვთარგმნი, ზოგჯერ პასუხის ფორმით. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ასე მივიდეს თქვენამდე. მე არ ვიციო პასუხობს ეს ხალბატონი, მაგრამ ვენერიანელები უკეთ არიანო ინფორმირებული იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობსო დედამიწაზე. ვიერა კი, როდესაც ის იმალება მთვარის უკან, განა მისი აღმოჩენა არ შეუძლია. როგორ არის ხომალდი, რომელიც იმალება მთვარის უკან, დაცული აღმოჩენისაგან? ხო, რასაკვირველია, მე ვიცი, რომ მას აღმოაჩენენ ხოლმე, მაგრამ საჯაროდ ამაზე არავინ ლაპარაკობს. ისინი აგრეთვე აღმოაჩენენ ხოლმე 900 მეძე ხომალდებს დედამიწის ორბიტაზე, რომლებიც იმყოფებიან 24 საათი სუთგაში. უბრალოდ ეს ინფორმაცია არ მიდის მოსახლეობამდე. ტელესკოპები თუნდაც კერძოც იყოს, ხედავენ უფრო კოსმოსურ ხომალდებს, მაგრამ ვერ ბედავენ, ყველა ვერ ბედავს ამაზე საუბარს. ნებისმიერ ტელესკოპს შეუძლია თუნდაც პატარა ზომის იყოს, შეუძლია აღმოაჩენოს კოსმოსური ხომალდი.
რომელიც განლაგებულია ორბიტაზე. არ არის რთული ეს. მით უმეტეს რომ ზოგი ხომალდი ხომ არის დედობრივი, უზარმაზარი და აღწევენ რამდენიმე კილომეტრს სიგრძეში. ხო? და ამის დამალვა ძალიან რთულია. სინამდვილეში ბევრი ხომალდი სიგრძეში აღწევს კილომეტრს და მეც. რას გავს, ესე იგი, რას ჩამოგავს ვიერა შიგნიდან. ანდრომედიანულ ვიერას აქვს ბიოსფერის ორი დონე, ზედა და ასე ვთქვათ, გინდათ ზღვიური, თქვით, გინდა ოკეანური დონე, მე ვიტყვი წყლის დონე. ქვედა წყლის დონე. ზედა დონე კი არის მიწიერი, ესე იგი ზევით მიწა განლაგებული, ისე აშენეს რომ ზევით მიწა განლაგეს, კვევი წყალი. ეს არის კომპიუტერული გრაფიკა, ხო, ანგარია, ეს ანგარია ვიერაზე, რომ ვიერაზე მოხდე, უნდა გაიარო ანგარი არის თვითმფრინავების სადგომი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომალდების სადგომია, პატარა-პატარა ხომალდების დედობრივ ხომალდში, სადაც გარეთა კედელი არის ძალისველი და სინამდვილეში გარეთა კორპუსი წარმოადგენს ამ ძალის ველიდან შემდგარ რამდენიმე ველს, ამ ძალის ველიდან შემდგარ რამდენიმე ფენას. სილავოვი პოლი, რუსულად ამას ქვია სილავოვი პოლი. რატო თავხანახამე რუსულ წერანდებებს? იმიტომ რომ მე შეიძლება არასწორად გადავთარგმნე, ხო? და ვინც დაუშვათ უკეთესი იცის ამ წერანდების თარგმანი, ამ ფრაზის თარგმანი, ეგებ თავისებურად ჩაწეროს მე ან თავისებურად გაიგოს. ხო, სილავოვი პოლი. სილავოვი პოლი. სილა ეს არის ძალა, პოლი ეს არის ველი. ახლა ყანას ვერ იტყვი, რადგან ეს ყანაზე არ აქვს საუბარი მიწაზე. აქ არის საუბარი ძალაზე. ამიტომ სილავოვი პოლი, მე მგონი მე სწორად თარგმნი, ნიშნავს ძალის ველს. მაგრამ ისინი არ გამოიყურებიან მასეთებად. სინამდვილეში გონია რომ შენ იმყოფები ღია კოსმოსში. წამოგიდგენიათ? შენ ვეხედავ ამ ძალის ველს და შენ გონია რომ იმყოფები ღია კოსმოსში. ეს რასაკვირველია, ერთი შეხედვით საშიშია. მე მაგალითად ალბათ შემეშინდებოდა რომ ასეთ ადგილასთან ვერ იყავი და ჩემ გარშემო ღია კოსმოსი ჩანდეს. იმ ანგარში, სადაც ატერია 100E და რომელსაც ეყენებდნენ გამანადგურებლების დასაყენებლად, არის უზარმაზარი თეთრი კარი, რომლის სიმაღლე არის 2 მეტრი, რომელზეც ატერია შავი 100, შავფერად 100E. და ეს არის ქართულად რომ გადათარგმნო 100E. გონი, ასე ითარგმნება. ამ კარიბის უკან განლაგებულია დერეფანი წითელი ფერის ნოხით, თეთრი კედლებით და 10 მეტრის შემდეგ ხტებით გზაჯვარედინზე. პრიქროსტად გზაჯვარედინზე. იმ უზარმაზარი ხომალდის დერეფნების გზაჯვარედინზე 10 მეტრის შემდეგ. ესე იგი, ამ კარიბში რომ გახვალ, 10 მეტრის შემდეგ იწყება ამ დერეფნების გზაჯვარედინი. მარცხნივ განლაგებულია დიდი ლიფტი, მარჯვნივ დერეფანი გრძელდება საზოგადოებრივ კვებამდე, საზოგადოებრივი კვების ტერიტორიამდე. და იქვე განლაგებულია დასვენების ზონა და იქვე განლაგებულია ავტომატიზირებული რესტორანი პერსონალის გარეშე. კუთხეში, ესე იგი, დერეფნების გზაჯვარედინის კუთხეში არის დიდი გამჭვირვალე კედელი, რომელსაც აქვს შესასვლელი პირდაპირ კუთხეში. სადაც არის პარკი, საშუალო პარკი, 3 მანდარინის ხეებით. თუ თქვენ წახვალთ პირდაპირ დერეფნით, იმ დერეფნით, რომელშიც თქვენ შეხვედით მთავარი კარებით 101,
то пройдете еще 20 или 30 метров по коридору. გახვალთ 20 ან 30 კილომეტრი მასეთივე წითელი ნოხის საფარით და თეთრი კედლებით. ნათურები დერეფნებში განლაგებულია ჭერზე, ზევით, ოღონდ კუთხეებში. ნათურები ამ დერეფნებში განლაგებულია ჭერზე, მაგრამ კუთხეებში. თქვენ გახვალთ კიდევ ერთ კლიმატიურ კარს 120 ეს წარწერა არის გაკეთებული ანდრომედიანულ ენაზე, ბიოსფერა, წარწერით ბიოსფერა. როდესაც თქვენ მივახულდებით ამ კარს წარწერით ბიოსფერა ანდრომედიანულ ენაზე, ის კარები გაიღება განზე. როდესაც თქვენ გახვალთ ამ კლიმატიურ კარს, თქვენ ისეთი შეგრძნება და გიუფლება, თითქოს თქვენ გადით გარეთ და გეგონებათ, რომ თქვენ არ იყოფებით ხომალდზე. სინათლე იქ ჩამოგავს დღის იხაურის სინათლე ჩამოგავს დღის შუქს, ისმის ჩიტების ჭიკჭიკი. თქვენ გახვალთ ძალიან დიდ ტერასაზე, ნახევარი წრის ფორმით, რომელსაც აქვს ნახევარი წრის ფორმა. ნახევარი ტერასაზე დაფენილია წითელი მარმარილო და ტერასა გაკეთებულია მგრალი მარმარილო სტოლბებისგან. ამ ნახევარი წრის ფორმის ტერასის რადიუსი არის მიახლოებით 70 მეტრი. ის ძალიან დიდიაო. ცენტრში დგას სტატუია თანამედროვე ხელოვნების. ის ჩამოგავს ბრონზის ის ჩამოგავს სცენარის ბრონზის სკულპტურას, რომელიც ხაერზე კალიშუცა, თითქოს ხაერზე ქანაობს. მასში არის მრალი ნახრეტი, ტერასიდან ჩანს მთები, გაცდილი ხეები, ნარინჯისფერი და მწვანე ფოთლებით. თითქოს იქ მუდმივი შემოდგომა, მარადიული შემოდგომა. მთები მოჩას ჰორიზონტზე უკაცრავად, მაგრამ აქ უკვე ისე რა ვიცი, რატომღაც ვერ ხედავენ წითელ წერტილს და მე შინია გათიშულში მომიტიო საუბარი, მე ვერც კი გავიგებ იმას თუ რა გამოვტოვე მე და მე მსმენელები ვერ დაადგენენ თავს რა არის შემდეგ მოდის. ხო, ისედაც არ ულაპარაკობ ხოლმე, მაგრამ ასეთ თემებს არ ვკითხულობ, ასეთ თემებს მე ვუსმენ და ამიტომ ხანდახან აქაც კი მეშლება, იმიტომ რომ როგორც რუსულად დაუშვათ საუბარი მიდის, ზოგჯერ პირიქით წყობით უნდა გადათარგმნო, თორემ აზრი ეკარგება. ამიტომ ვახდენ მე ასეთ ტანებებს შორის შეცანებებს. მას სპეციალურად არ ვაკეთებ. აგრეთვე ამ ბიოსფეროს განყოფილებაში არის ტბები, არიან ჩიტები, რომლებიც ხაერში დაფრინავენ. ტბის გარშემო განლაგებულია ტყე, მათ შორის კი გადის გზა წითელი გრავიისაგან. ტყეში აგრეთვე შეიძლება ნახოთ ძალიან ბევრი გარეული ცხოველი, მათ შორის არის ციყვები, რუსულად კარლიკა ბელკი, ისე იგი პატარა ზომის ციყვები, ალბათ პატარა ზომის არიან, რადგან კარლიკა დაარქვეს. ხო, ეგრეც ყოფილა, ისე იგი თაგვის ოდენა, პატარა თაგვის ოდენა, ციყვები. წამოგიდგენიათ, მე არ მეგონა თუ ამ ასეთი პატარა ციყვები არსებობდა. ზოგჯერ შორშეგიზეაში ამჩნიო ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დაფრინავენო. რას გულისხმობს ახლა ეს ქალბატონი ამის ქვეშ? შიგნით წამოგიდგენიათ 300 კილომეტრია სიგრძე ამ ხომალდისა და
გადაადგილებაში იყენებენ ადგილობრივ ტრანსპორტს, რომ დედოფლი ხომალდში გადაადგილდა ამ ბიოსფერის განყოფილებაში. ალბათ ბევრს გაქვთ ნახე ფანტასტიკური კინოები, ხო? და გინახიათ იქა რომ თავიანთი კულტურებს აშენებენ, ხო? ამდაგვარი სტილში. ეკოსისტემაში არისო სისტემები, რომლებიც არეგულირებენ დღე და ღამეს კლიმატს. ნატურები ითიშება და ირთვება, რომ იქაურებს კონდეთ შეგრძნება მზის სხივის. ამის გარდა ეს ნატურები არა მხოლოდ ანათებენ, არამედ ასრულებენ ტალღებს, საჭირო ტალღებს, რომლებიც საჭიროა მცენარეების სიცოცხლისთვის და ცხოველების საერთოდ სიცოცხლის დასამყარებლად ხომალდზე. აგრეთვე ხომალდზე არის იქ იმ გაყოფილებაში, ბიოსფეროს რომ უწოდებენ იმ გაყოფილებაში, კიდია დუშის მაგვარი, წყლის გამფატავი, რომელიც აკეთებს წვიმის იმიტაციას, როგორც ჩხაპი, მაგრამ სხვანაირი სტილის უფრო. აგრეთვე არის ტექნოლოგიები, რომლებიც იქ ესე იგი ქმნიან ჰაერს. აკეთებენ ჰაერის იმიტაციას. ბიოსფეროს შიგ, ან გაყოფილების შიგ, როდესაც იმყოფებით, თქვენ გავიწყდება, რომ თქვენ ხართ კოსმოსურ ხომალდზე. თქვენ გეგონება თავი დედამიწაზე. თუმცა დედამიწაზეც ბევრი ამბობს, რომ დედამიწა არის ხელოვნურად შექმნილი კოსმოსური ხომალდი. პლანეტა კი არა, კოსმოსური ხომალდი. ამ, ესე იგი, ტყის დაბოლოებაზე, რაღაც გაყოფილებების დაბოლოებაზე, რომლებიც ესე იგი, კორპუსებამდე, რომელიც ყოფენ ნაწილებს ვიერასი, ესე იგი, კედლები, რომელიც ყოფენ კორპუსებად ვიერას გაყოფილებას, სადაც თქვენ შემოდიხართ, არის რაღაც იქანე ხელსაწყო პორუჩინ ქვია რუსულად, რომელსაც მიყავხართ მატარებლამდე და ეს ამატარებლებს გააჩნიათ მაგნიტური ბალიშები სახურავებით და როდესაც ამ მატარებლით ჩადიხართ ქვედა დონეებზე, თქვენ შეგიძლიათ დატყვეთ პეიზაჟებით, რადგან სახურავი გამჭვირვალეა. და თუ თქვენ მოგინდათ ლიფტით უпроსორად თუ თქვენ მოგინდათ ლიფტის გამოყენება და მოინდომეთ მაღლა ასვლა, თქვენ თუ მოინდომეთ ასვლა მაღლა უფრო, თქვენ გადიხართ ხელოვნურ ღრუბელს, ასეთი შეგრძნება თითქოს თქვენ გადიხართ ღრუბელს, მაგრამ ის ღრუბლები ხელოვნურია. თქვენ ხედავთ, რომ თქვენ ზეით ასვლასთან ერთად ბიოსფერა ხდება სულ პატარა და პატარა, სულ დაბლა და დაბლა. ლიფტიც არის გამჭვირვალე და როდესაც თქვენ ზედა დონემდე ახვალთ ამ ლიფტით, თქვენ შეძლებთ ნახოთ სისტემები, რომლებიც ქმნიან ამ ხომალდის სახურავს. ეს არის მილები, კონსტრუქცია, რომელიც ბიოსფეროს ტერიტორიას ამარაგებს, ანოტივებს წყლით, ესე იგი ანოტივებს წყავს რა, წყავს. წვიმის სახით იქნება ეს თუ მოწყვის სახით, თუ მილიდან გამოსული წყლის სახით, ამარაგებს წყლით ამ სისტემას. აგრეთვე უზარმაზ არის მაგნიტური ვენტილატორები იმისთვის, რომ ესე იგი იმისთვის, რომ ჰაერის ცირკულაცია შეუწყო ხელი. ამ მაგნიტურ ვენტილატორებს არა აქვს ლაპასი, არა აქვს ის, რაც თქე მაგას არ ვიცი, რო ტრიალებს. ხო, ის არა აქვს. უბრალოდ მაგნიტური ვენტილატორია. და ამ დროს თქვენ ხდებით შენობის ზედა სართულზე და ვერაფერს ვერ ხედავთ. თქვენ როდესაც ადიხართ ფლანსებით, გამოდიხართ ლიფტიდან, თქვენ ისევ ნახავთ დელეფანს, რომელსაც მიყავხართ მისაღებში. იქ ამ მისაღებ ოთახში არის შადრევნები საკვებებით და შეგიძლიათ ნებისმიერი საკვები აიღოთ და მიიღოთ. უმეტესწილად ხილის წვენებით
ეს ადგილია, სადაც შეგიძლიათ ესე იგი ეკონტაქტოთ სხვებს, მშვიდად ჭამოთ, დაისვენოთ. ყველაზე საინტერესო ამ ადგილას ის არის, რომ აქ არ არის სახურავი. ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო არის, ეს არის ძალის ველის რამდენიმე ფენა. აქედან იღება არაჩვეულებრივი ხედი და თუ თქვენ ამას ასეთ ხედს შეჩეული არ ხართ, თქვენ შეიძლება დაგეწყოთ თავბრუს ხვევები. ეს იგივეა სიმაღლიდან რომ უყურო გარშემო ყველაფერს. ჩვენ შეგიძლიათ ნახოთ კოსმოსური მიმართულებები, უпростоრად კოსმოსური გზა ყველა მიმართულებებით იმის ნახტომი განისლება, რადგან თქვენ ხომ მართ იმ ადგილას არ არის ატმოსფერო, პლანეტის ატმოსფერო, რომელიც მალავს ამას ყველაფერს თქვენი თვალხედვიდან. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ ასობით კოსმოსური ხომალდი, ყველა ზომის და ყველა ფორმის ხომალდები, რომლებიც იმყოფებიან დედამიწის ორბიტაზე. ამ ხომალდების ნატურები შეგიძლიათ ნახოთ, რომლებიც იმყოფებიან დედამიწის ორბიტაზე და ნახოთ დედამიწა. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ მთვარე უკან. თქვენ ხედავთ, ნახავთ მთვარეს ისეთ, როგორიც არის სინამდვილეში მეტალიკური, რკინის უпростоრად, მეტალიკური, კარგი იყოს მეტალიკური რკინის ბურთი. ახლა დაუბრუნდეთ ქვედა ნაწილს, ხომალდის ქვედა ნაწილს. ხედი, საიდანაც ჩანს ბიოსფერო. თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ დიდ დარბაზში, სტოლბებით რომანულ სტილში. ეს დარბაზი ძალიან დიდია. ეს დარბაზი არის ადგილობრივი რეგიონაციის შტაბ-ბინა, საიდანაც იმართება საქმები დედამიწაზე, დედამიწასთან დაკავშირებით. ეს ჩამოგავს რომაულ ტაძარს, ბერძნული თეატრით, ჩაშენებული კედელში. ეს კოლონები არის ფართოდ განლაგებული ბიოსფეროს ზევით, მოჩანს ეს კოლონები, ბერძნულ სტილში, რომაულ სტილში კოლონები. თეატრს რომ აქვს ხოლმე, თეატრების შენობებს. ხო, ეს ყველა ანტიკური ეპოქის სტილშია ეს კოლონები. თანამედროვე არცეთი არაა. აგერა, ასეთ კოლონები. ხო, ვინც სტუმრად ყავს ამ ქალბატონს თავის შოუზე, მას გადავხადა მადლობა და თქვა, რომ რომაულმა არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია ვიერაზე, როგორც ანონაკებს ჰქონდათ დიდი გავლენა დედამიწაზე, ორ ცივილიზაციაზე. თქვა დამავიწყე, კარგი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხო, და ის ძმარი ამბობს, რომ მე გზნობ, რომ ეს თლაც რომაული არქიტექტურა არაო. პლანეტა იმერზე არის რაღაც ისეთი, ესე იგი მაღალი საბჭოს ფორუმი გიდაში აქვს ზუსტი სხვაცდვა, ჩამოგავს რომაულ კულტურას. შეიძლება რომელებზე მაგათმა იქონიან რამეიце გავლენა, არა გამონაკლისი. იმიტომ რომ ახლა კი მე თქვენ ახლა მაგალითს მოგიყვანთ, ალბათ ზოგს გაეცინებათ რა უარჩო მაგალითიაო. რატომ აუაცრო? ყოველთვის მიკვირდა ის, რომ ჩვენ კავკაზეთის წარმომადგენელი, ამ კავკასიონის წარმომადგენელი, ყველანი ვინ ცხოვრობთ კავკასიონის აქე და იქედა მხარეს ვართ, კავკასიონის წარმომადგენლები, ხო? კავკასიელები ვართ. კავკავზე, როგორც ჩვენზე ამბობენ რუსეთში. და რომ დააკვირდებით ჩვენს ქართველებს, სადამ საქართველო იქნებოდა კუთხურ ტანსაცმელში, დღევანდელ დღეში მამაკაცის ტანსაცმელი ჩამოგავს ერთმანეთს.
ხო. და მერწმუნეთ ეს ტრადიციული ტანსაცმელი ქალაქებში არა იმდენად, მაგრამ სოფლებში ფაქტიურად ახლა რომ ჩემთვის ამ პერიოდში ბებიები და ბაბუები არიან, ხო, მათ ახალგაზრდობაში ჯერ კიდე არსებობდა. დიახ, აკრიბებდნენ, სად იყო ადრე სამკერვალოები? ქალბატონები ცდილობდნენ ქალბატონებს კერვა ისწავლათ. ყველა სოფელს ჰყავდა თავისი მკერავი. ხო, ამადა თუ იმ საჩუქრების ფულის სანაცვლოდ თუ რაღაცის სანაცვლოდ აკერიებდნენ. კერავი კერავდა თავისი ძაფით, თავისი ნაჭრით, თავისი ყველა მასალებით. ხო, აგერ იყო შემთხვევა, რომ ჩემი მეზობელი ეს აფხაზეთში ცხოვრობს. მისი მამა იყო რა ტყე ხეჭრის, ну რაღაც ხვანელი თუ რა და ამ კაცს, რადგან იყო საჭირო კაცი, უხნავდნენ, უთესავდნენ, უთოხნიდნენ და სიმინდი მოქონდათ მისთვის უფულოდ სახლში. ხო. და რის სანაცვლოდ? მაგივრად ქმარი ურზალავდა თავის ცოლს, ცოლი ყავდა მკერავი. ხო, მეორე ცოლი, პირველი ცოლი მოუხდა და პირველი ცოლისგან დარჩა ორი შვილი. ხო, მას გაყვა გაუთხოვარი ქალიშვილი გოგო და შეეძინა სამი ვაჟი ამ მეორე ქორწინებიდან. გოგო იყო მასთან, ბიჭი დედასთან და მაშინ იცით, მაგ დროს იარაღი დაქონდა ყველას. დიახ, მე ვამბობ სადღაც ომიანობის პერიოდს, ომამდე პერიოდს, ომის შემდგომ პერიოდში იარაღი ქონდა თითქმის ყველას, მით უმეტეს სოფლებში. ყველას ქონდა იარაღი და ნებადართული იყო. და ეს კაცი აშინებდა ცოლს, წყლიას და გახლიო, ვისაც იარაღი ქონდა, ყველა აშინებდა. მაგალითად ბაბუაჩემი მილიციაში მუშაობდა და იარაღი ქონდა სახლში. ყოფილა შემთხვევები, რომ ისიც აშინებდა თავის ცოლს და მის ოჯახის წევრებს. ხო და ეს კაცი აშინებდა, ფული არ გამოართვაო, ისინი გვაჭმევენო, გვიხნავენო, სიმით გვითესავენო და მოაქვენო ჩვენთან სახლში. ამ კაცს მოქონდა ნაჭერი, დადიოდა ყველგან მაქნით, შვილს სახლიდან არ უშვება ქალიშვილს, იმიტომ რომ მგლავი კაცი ყოფილა და ქალებს ხელიდან არ უშვებდაო და იშინოდაო თავის ქალიშვილს, იგივე არ გაუკეთონო ჩემ შვილს. ქალს სწორად კი არ აქვს დამთავრებული, 4 კლასიც მეტი. არ აქვს დამთავრებული. საერთოდ მაგ დროს, აგერ ბევრი შემთხვევაა, მეგრელებშიც მე მიკვირს, კურდებში ბევრი უწიგნურია წერა-კითხვარიციან ისეთები და მე ძალიან მიკვირს, მაპატიეთ წყალს დავლებ. და აგერ სადაც მიქირით ვარ, ჩემი ასაკისა თითქმის, სახლის ქალბატონი. მას დეიდა ყავდა, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა. ძმებმა არ გაუშვენ სკოლაში, არ მითენ უფლება ისწავლათ. რუგდიდში წამოდგინეთ და მხოლოდ ხელის მოწერა ასწავლეს. ახლა ჩემი ასაკის ქალი რომა ეს ჩემი სახლის პატრონი, წამოდგინეთ მისი დეიდა. უღე თითქმის არ უნდა ყოფილიყო უსწავლელი წერა-კითხვის უვიცი ხო? ვინმე, მაგრამ იყო. ჩემ ბებიასაც, მამაჩემის მომას 4 კლასია ცხოვრობდა დამთავრებული, იმიტომ რომ 4 კლასიდან რუსული ენა იწყებოდა და რადგან მის გარშემო ყოფნა არც ერთ მარიცოდა რუსული ენა, სკოლაში სიარული მეატოვებიეს. და ჩემ ბებიას აქვს დამთავრებული 4 კლასი. და რატომ მოყვები ამას ყველაფერს? და მოვიწყდა. წამოგიდგენია რაღაცას მოყვები და მოიცადეთ გავიხსენებ. ხო, რას მოყვები მე? გავლენას, კულტურაზე გავლენას მოყვები, გამახსენდა. და ჩვენ ყველას ჩეჩნებს, დაგესტანლებს, აფხაზებს, სიამდვილეში ისინი არიან ადიგეიდან, ისინი არიან ადიგეელების ერთ-ერთი წარმომადგენლები. იქ 3 ერის წარმომადგენელია ადიგეში. 3 ერის წარმომადგენელი ცხოვრობს. ერთ-ერთი წარმომადგენლები არიან აფხაზები, რომლებაც შემდეგ დაიპყრეს თავი აფხაზებად.
სინამდვილეში ისინი ყველა არიან ადიგეელები წარმოშობით. შემდეგ უკვე ბოლშევიკების დროს შეიქმნა ეს ახალი სახელმწიფო და დაარქვეს აფხაზებად, რადგან აფხაზეთი ქვიოდა მაგას. აფხაზეთი მათ მოსლამდე ერქვა ამ ტერიტორიას, მაგრამ ამათმა აფხაზებად გაითქვა სახელი. და ყველა ჩვენ გვაქვს ტრადიციული ტანსაცმელი ჩვენი მამაკაცის ტანსაცმელი და მივაქვს ყურადღება ჩამოგავს ერთმანეთს. ხო. წარმოგიდგენიათ? თითქმის ერთმანეთს გავს ჩვენი ცეკვაც, სხვადასხვა საკუთარი ელემენტების ჩათვლით. განსხვავდება ზოგიერთი კი, მაგრამ საერთო საფუძველი ძირი ცეკვებისა, ტანსაცმლისა, ტრადიციული ტანსაცმლისა ჩამოგავს ერთმანეთს, თუ ხარ დაკვირვებული. ისე იგი რა შეესახმე, რომ ჩვენზე იყო ადრე რომელიღაც შეიძლება კოსმოსური წარმომადგენლების გავლენა. ნეტუნეთ. და ახლა რომ ყუბანელ კაზაკებს უძახიან, ყუბანელ კაზაკებს უწოდებენ, ეს ყუბანელი კაზაკები ყველა არიან ზაპოროჟიედან. ყველა. იმიტომ რომ ადრე კაზაკები არ ცხოვრობდნენ კრასნოდარის ტერიტორიაზე. ისინი გადაასახლეს ზაპოროჟიედან. ისინი არიან უკრაინელი კაზაკები, რომლებაც თავისი ენაც დაივიწყეს. კი, ისინი ბოლშევიკებს ებრძოდნენ. იგინის გადაჭიშდა. იგინი არასდროს არ იტყვიან, რომ ჩვენ ვართ უკრაინელი ძმების, უკრაინელი კაზაკების ძმობილები. ერთი ძირი გვაქვსო, არ იტყვიან. იმიტომ ისინი არიან უკვე გარუსებულები. კი, იცავენ თავის კულტურას. იმათაც კი, იმათი მამაკაცური ტანსაცმელი ჩამოგავს ჩვენ კავკასიულ ტანსაცმელს. ესა ჩაროვარები აცვიათ. რაც შეეხება ეკოსისტემას, როგორ ქმნიან, როგორ უკეთებენ იმიტაციას წვიმას. ხო, ეს სინამდვილეში არის წყლის სისტემა, ონცახურავიდან. როგორც ჩვენ შხაპში შევდივართ, საშხაპეში უბრალოდ და ერთი წეტელიდან მოდის წყალი, ასე არის ასეთი ამდაგვარი შხაპის მილები რომაა. ინირვას ნაკანიჩნიგები და რომელიც წყალი ისეთი და ის არის განლაგება სპეციალური ტექნოლოგია, საიდანაც მოდის წყალი და ისეთი შეგრძნება, ისეთი შაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს გვაწვის თავზე. აი ეს არის მეტი არაფერი, წვიმის იმიტაცია. და სტუმარი იკითხება ახლა ვინც ყავს შულში ამ ქალბატონს, რამდენად მასშტაბიანი არისო ეს ხომ გითხარით მე თავში რომ ამ ხომალდს აქვს ორი დონე, მიწერი და წყლი, ანუ ოკეანური, როგორც ისე დაარქვით, ზევით მიწა, ქვევით წყალი და ეს მიწის ზონა რა მასშტაბის არისო იკითხება. სტუმარი პასუხობს, რომ ეს მიწის ზონა მიახლოებით არისო 700-200 კილომეტრზე. 700 კილომეტრი 200 კილომეტრზე. ყველგან არა ეთყობა ერთნაირი. ხომ ის არის ფორმიანი. და უკანა მხარე, რომელიც მე აღწერეო, ეს არისო ბუნებრივი მხარე. ეს მხარე, რომლის სიგანი არის 500 მეტრი. ხომალდის წინა ნაწილში განლაგებულია სასოფლო-სამეურნეო მიწები, სადაც არიან ანდრომედიანელები, რომლებიც ცხოვრობენ ლიერაზე, ისე იგი ხომალდზე ცხოვრობენ და ამუშავებენ ამ მიწებს. ხომალდზე განლაგებულ მიწებს. Этот корабль их мир и дом. ეს ხომალდი არის მათი სამყარო და სახლი. მათ ძალიან ცოტა სულფეხა საქონელი ყავთ,
რატომ არის ყველაფერი წითელი? მოხიც, წითელი გრავი, წითელი მარმარილო არის თუ არა მისესი ამის ყველაფრისა, მაგრამ ვიერაზე დომინირებს უფრო ორი ფერი, წითელი და თეთრი. თეთრი და ლურჯი. თეთრი და ლურჯი. დომინირებს უფრო თეთრი და ლურჯი. წამყვანი ეკითხება, როგორი ქალაქებია აქვენო ანდრომედიანელებს ვიერაზე, ამ ხომალდზე. ხომალდზე არ არისო ქალაქები. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ ხომალდის კორპუსში, რომელიც ეს კორპუსები, ხომალდის კორპუსები, სადაც ცხოვრობენ ანდრომედიანელები, აკრავს გარშემო ამ ბიოსფეროს. ისე შუაში ბიოსფეროა, გარშემო კი საცხოვრებელი კორპუსები. გვერდებში არის აზე მეტი ფანჯრები, რომლებიც გამოდიან ბიოსფეროში. ესე იგი, ბიოსფერო არის მათი ხედი. ფანჯრაში რომ გამოიხედებიან, თითქოს უყურებენ ბუნებას ან პეიზაჟს. და ეს ზონა არის გამოყოფილი ოთახებისთვის. არა კორპუსში, არამედ ზონებში. ესე იგი, ეს არის ბუნებრივი ბიოსფეროს ზონა თავარ დედობრივ ხომალდის ტარებელში. და ბოლოებში, სადაც თავდება კორპუსი, ცხოვრობენ ანდრომედიანელები. ამ თვით კორპუსის შიგ ცხოვრობენ ეს ანდრომედიანელები. და მხოლოდ რამდენიმე შენობა არის განლაგებული ბიოსფერას თვით ბიოსფერას შიგ. ჟანგბად იმაზე მეტია რამდენი საჭიროა, მაგრამ ჩვენ ეს ზიანს არ გვაყენებს. რასაკვირველია, ადამიანებისთვის იქ სუნთქვა ძალიან რთულია. ის შეიძლება იყოს ტოქსიკური. გრავიტაცია იქ ისეთია როგორც ჩვენთან, პატიეთ ძალიან ცხელა. 8G. წამყვანი ეკითხება სტუმარს, რა არის განლაგებული მეორე დონეზე, სადაც წყალია. ესე იგი, რა არის განლაგებულიო წყლის დონეზე. როგორც თავში გითხარით, ამ ხომალდზე არის ორი დონე, მიწიერი და წყლის და მიწიერის და ახლა ეკითხება წამყვანი, რა არის განლაგებული მიწიერ დონეზე. მაპატიეთ, რა არის განლაგებული წყლის დონეზე. უბრალოდ წყალი, უბრალოდ წყლის ეკოსისტემა. მე იქ არ ვიყავიო. ეს წყლის დონე ჭირდებათ ანდრომედიანელებს რომ იარსებონ, რომ ეკოსისტემას მხარი დაუჭიროთ და ეტყობა თევზესაც ამრავლებენ, რაღაცას ღებულობენ ალბათ ამ რაღაც სარგებლობს ამ წყლიდან. წყალი ხომ საჭიროა ყოველთვის და იყენებენ სხვადასხვა ფუნქციებისთვის ალბათ. წამყვანი ეკითხება და როგორ არიან ისინი დაკავშირებული ერთმანეთთან. Нижний морской, верхний наземный. И могут ли андромедяне дышать под водой? წამყვანი ეკითხებაო, შეუძლიათ თუ არა ანდრომედიანელებს იშუნთქონ წყალში. სტუმარი პასუხობს, კი, გენეტიკურად ანდრომედიანელები არიან ისე ატყობილი, რომ შეუძლიათ, მაგრამ ისინი ვერ სუნთქავენ წყლის ქვეშ. სპეციალური ხელსაწყოს გარეშე. და მე დარწმუნებული ვარო ამაში, რადგან ინფორმაციას ვიძიებდიო. წამყვანი ეკითხება, არის თუ არა იქ წყლის ცხოველები. რასაკვირველი არისო, იქ არისო მთელი ეკოსისტემა ამ წყლის ცხოველების. ისინი ესე იგი პოულობენ კი არა, შოულობენო ზღვის მცენარეებს ფსკერიდან, აქვენო ამის როგორ გითხართ, ამით არიანო დაინტერესებული და ამ წყლის მცენარეები წარმოადგენენ ანდრომედიანელებს ძირ საკვებს. Хлеб, тесто, углеводы и сахар – все из водорослей. Целые поколения андромедян рождаются, живут и умирают на этом корабле. Дополнительный чат с Яши. Они создают там зиму, искусственную, но для дикой природы.
Там не идет снег. იქ არ მოდის თოვლი, მაგრამ ტემპერატურა შეიძლება დაიწიოს, იწევა უფროსურად 8 გრადუსამდე ცელსიის მიხედვით. მაგრამ მე მითხრეს, რომ ამბობს სტუმარი, რომ ახლოს ცხრისკენო, ხომ ადის ცხრისკენ ახლოს ჩრდილოეთი ყოფილა და იქ მოდისო თოვლი, ესე იგი ხელოვნური თოვლი. ეს დამოკიდებულია მცენარების სახეობაზე, ცხოველების სახეობაზე და იმაზე, რაც მათ სჭირდებათ. ხო, და ზევით, როდესაც აწევთო თავს, ხედავთო კორპუსს, სახურავის კორპუსს, რომელიც აფუჭებსო ხედს ამ პლანეტარულ პეიზაჟს და ჩანს კოსმოსი. სტუმარი ეუბნება, არა, ამ გუმბათის ზევით იმდენი ხომალდია, რომ კოსმოსი არ ჩანსო. და ამ ხომალდების ფორმა არისო სხვადასხვა ფერის. მოდით ამ ნოტაზე დავასრულოთ ეს ვიდეო.